მინეაპოლისში გრძელდება ფართომასშტაბიანი შეტაკებები საპოლიციო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 15 იანვარს, როდესაც ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა ერთ-ერთ მიგრანტს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანახმად სამართალდამცველებმა ავტომობილით მოძრავ ვენესუელელ მიგრანტს, რომელიც მათი თქმით ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, გადამოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა და გადაადგილება გააგრძელა. რადგანაც გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და სატრანსპორტო საშუალების გარეშე, ფეხით სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. გამოძიების ვერსიით, ვენესუელელი მიგრანტის დაკავებისას უცნობი პირები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ თოვლის საწმენდი ნიჩბით, რის გამოც პოლიციის ოფიცერს თავდაცვის მიზნით ცეცხლის გახსნა მოუწია. მომხდარმა მინეაპოლისში ისედაც მიმდინარე საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბურ შეტაკებებში გადაზარდა, რასაც ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებმა მორიგ ჯერზე უპასუხეს სპეციალური საშუალებების, მათ შორის ეგრეთ წოდებული ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. მინესოტას შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა განაცხადა, რომ მინეაპოლისში არეულობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესებშია. დონალდ ტრამპს სურს ეს ქაოსი, მას სურს გაურკვევლობა. დიახ, მას სურს უფრო მეტი არეულობა ჩვენს ქუჩებში. ჩვენ ვერ მივცემთ მას ამის საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ არსებული ვითარება ხმაურიანად, მტკიცედ, თუმცა მშვიდობიანად. მოდით ამ ყველაფერს სიცხადე შევძინოთ. კარგა ხანია ეს პროცესები უკვე გასცდა საიმიგრაციო კანონმდებლობის დაცვას. ნაცვლად ამისა ჩვენ მივიღეთ ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობის კამპანია მინესოტას მცხოვრებლების წინააღმდეგ. გასულ კვირას ამ კამპანიამ შეიწირა რენე ნიკოლ გუდის სიცოცხლე. ჩვენ ყველამ ვნახეთ ვიდეო კადრები. ვნახეთ რა მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებულიყო მიუკერძოებელი გამოძიება და პასუხისმგებაში მიეცათ რენეს სიკვდილში ეჭვმიტანილი ოფიცერი, ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იყენებს ფედერალური ხელისუფლების რესურსს მსხვერპლსა და მის ოჯახზე თავდასხმისთვის. საინფორმაციო საშუალებები სრულად ვერ გადმოსცემენ ქაოსის მასშტაბს. მინესოტაში ფედერალური ხელისუფლების 2000-დან 3000-მდე შეარაღებული ოფიცერია გაგზავნილი. შეარაღებული ნიღბიანი, ცუდად მომზადებული აგენტები კარდაკარ დადიან და მოითხოვენ ადამიანებისგან, მიუთითოთ მათ, სად ცხოვრობენ მათი ფერადკანიანი მეზობლები. ისინი ყველაფრის განურჩევლად აჩერებენ ადამიანებს, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებს და მოითხოვენ საბუთების წარდგენას. ოპონენტების ბრალდებას უარყოფენ თეთრ სახლში და აცხადებენ, რომ არეულობის შესახშობად 1807 წლის აჯანყების კანონის აღდგენის მანდატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. რამდენიმე დღით ადრე თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მასობრივი დემონსტრაციებით გამოწვეულ არეულობაში დაძდობრალი ულტრამემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებებს. გუბერნატორ უოლცსა და სხვა დემოკრატებს, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს შეურაცხყოფენ, ვურჩევდი საიმიგრაციო სამსახურის აგენტთან ან სასაზღვრო პოლიციის სამსახურის აგენტთან ჭიქა-ყავით დაჯდომას. ისინი არიან ბრწყინვალე, პატრიოტი ქალბატონები და მამაკაცები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ატარებენ ფორმას და იცავენ ჩვენი ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობას. ისინი უბრალოდ ცდილობენ უზრუნველყონ, რომ კანონი იყოს დაცული. დემოკრატების პარტია კი მათ ამცირებს. ისინი მათ ნაცისტებსა და გესტაპოს უწოდებენ, რაც რა თქმა უნდა იწვევს ძალადობას, რომელსაც ქუჩებში ვხედავთ. შეხედეთ მინეაპოლისიდან წამოსულ ვიდეო კადრებს. შეხედეთ ამ ავტომობილს და მასზე არსებულ წარწერას. იქ წერია ჯანდაბამდე გზა ჰქონია საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს. და ეს ადამიანები სიამაყით აჩვენებენ კამერებს შუა თითების ჟესტს. მინეაპოლისში მასშტაბური საპროტესტო აქციები 7 იანვრის საღამოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა ქალაქში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას ავტომობილით მოძრავ 37 წლის რენე ნიკოლ გუდის ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა. მოკლული წარმოშობით კოლორადოელი, ამერიკის მოქალაქე იყო და ადგილობრივი მედიის თანახმად საპოლიციო ღონისძიების სამიზნეთა შორის არ ყოფილა. მრავალ პუბლიკაციასა და სოციალურ მედიაში აცხადებენ, რომ აგენტი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მანქანას უახლოვდება, ბრუნდება და სხვა აგენტებს 9 ერთ-ერთში დარეკვას სთხოვს. ამერიკის შიდა უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ მხოლოდ მინეაპოლისში 2025 წლის დეკემბრის დასაწყისიდან 2000-ზე მეტი პირი დააკავეს და ამ ღონისძიებების გაგრძელების პირობა დადეს.